ზოგადად მუნი ითვლება პარაზიტულ დაავადებად, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ზომის პარაზიტი ტკიპა და ძირითადად ეს გამოწვევი ცხოვრობს კანში, ადამიანის კანში. განსაკუთრებით მას უყვარს კანის შედარებით ნაზი კანის ადგილები, ვთქვათ ისეთი ადგილები, როგორც არის მომხრელ ზედაპირებს შორის არსებული ადგილები, მაგალითად თითებს შორის ადგილები, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ხელის გულზე და ფეხის გულზეა გამონაყარი, ასევე იღლიებში, სასქესო ორგანოების მიდამოში და ასეთ მსგავს ადგილებში. გამონაყარი, ვთქვათ, შეიძლება გავრცელდეს იმის მიხედვით დაავადების, როგორი, ვთქვათ, გავრცელება და იმუნური სისტემა მას როგორი ებრძვის და სხვა გარემო ფაქტორები, მათ შორის ის, როგორც ყოველდღიური ჰიგიენის დაცვა, მაგალითად ადამიანის მიერ, ვთქვათ, რამდენად ხდება, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას, როგორი სისწრაფით მოხდება გამოწვევის გავრცელება ორგანიზმში და კანის რა ნაწილს დააზიანებს და რამდენად მკვეთრად იქნება გამოხატული. დამახასიათებელია ზოგჯერ შედარებით ისეთი გართულებები, რომელიც დაკავშირებულია კანის დაინფიცირებასთან, იმიტომ რომ ამ დაავადების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ეს არის კანის ქავილი. კანის ქავილი, რომელიც ძლიერდება განსაკუთრებით საღამოთი და ღამის საათებში, ანუ ადამიანის სხეულის გათბობასთან, ეს საწოლში ჩაწოლის ან თბილი აბაზანის მიღების შემთხვევაში უფრო მეტად ძლიერდება. ზოგადად ესეთი მსგავსი ინფექციები გადაეცემა, ეს ინფექცია უბრალოდ გადაეცემა უშუალოდ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით, კანის მიერი კონტაქტით, მისი კონტაგიოზობა, ანუ გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ მაღალი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ ასეთ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს მის კანთან, ან მის მიერ, ვთქვათ, უახლოეს პერიოდში გამოყენებულ სხვადასხვა ნივთთან, მათ შორის ტანესამოსთან, ავეჯთან და ვთქვათ, აი ასეთ შემთხვევაში ინფექციის გავრცელების რისკი არსებობს და შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეზე გადავიდეს. ხშირად ხვდება ხოლმე მოზარდთა ასაკში, სასკოლო და ბაღის ასაკებში უფრო ხშირია, თუმცა შეიძლება მოზრდილთა კონტინგენტშიც აღინიშნოს და მოზრდილ ადამიანებსაც შეიძლება განუვითარდეთ. იქ სადაც ვერ ხდება სათანადო დაცვა, ვთქვათ, ჰიგიენური ღონისძიებების, ან არის ინფიცირებული ადამიანი და დროულად ვერ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომი მისი სწორი მკურნალობა, ამ შემთხვევაში ინფექციის გავრცელების ალბათობა ყველგან არის. როგორც ოჯახში, ანუ ინფიცირებულის ოჯახში და მის ოჯახის წევრებზე, რომელიც ყველაზე ახლო კონტაქტებია ინფიცირებულისთვის, ასევე ვთქვათ, საზოგადოებრივი სხვადასხვა თავშეყრის და ამ ადგილებში, მათ შორის ვთქვათ, ეს იქნება თუნდაც სასწავლო დაწესებულებები და სხვა. საკმაოდ რთული სამკურნალოა დაავადება და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს და გარდა ამისა არ მოიცავს უშუალოდ პაციენტის მკურნალობას ეს პროცესი, მოიცავს ანუ დაავადების გავრცელების პრევენციას, მისი მიერ გამოყენებული და მასთან შეხებაში მყოფი ნივთების სრული დეკონტამინაციის, ანუ გაუვნებელყოფის გზით და ასევე თუ ინფიცირებული ოჯახში ცხოვრობს მასთან სხვა წევრები, ამ ადამიანების დროული გამოკვლევით და მათთვისაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი მკურნალობის ჩატარების გზით. სხვა შემთხვევაში, თქვათ, ადგილი შეიძლება ქონდეს არასრულად ნამკურნალებან განკურნებულ შემთხვევას და შესაბამისად ინფექცია შეიძლება გავრცელდეს. როგორც კი ეჭვი არის ამ დაავადებაზე, მთავარი რეკომენდაციებია, რომ დროულად იქნას მიყვანილი ადამიანის შესაბამის სპეციალისტთან და მოხდეს დიაგნოზის დასმა და დროულად და დაიწყოს და განუხრელად შესრულდეს ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციები, რათა მოხდეს განკურნება, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთულად სამკურნალო გარკვეულწილად დაავადებაა, თუ არასწორად ვიმკურნალეთ, ამ შემთხვევაში არის ალბათობა, რომ პროცესი გახანგრძლივდეს და შესაბამისად, თქვათ, უფრო გართულდეს მისი შემდგომი მკურნალობა. კონტაქტირებული პირები ექვემდებარებიან გარკვეულ მეთვალყურეობას, თქვათ, დაახლოებით 10-12 დღის განმავლობაში და თქვათ, თუ მათ არ აღინიშნებათ რაიმე გარკვეული, თქვათ, შესაბამისი ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდა.